კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა ეთერშია. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ოფთალმოლოგი ქალბატონი ნინო ლაღიძე, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩვენს წინა ჩართვებს უყუროთ. ჩვენ საინტერესო გადაცემა გქონდა კატარაქტასთან და გლაუკომასთან დაკავშირებით. ეს ორი საკმაოდ გავრცელებული დაავადება. ქალბატონმა ნინომ მოგვითხრა თუ რა არის კლინიკური ჩივილები, როდის უნდა მიმართოთ ექიმს, რა სახის მკურნალობის მეთოდები არსებობს და რამდენად წარმატებულია საქართველო ამ დაავადებების მკურნალობაში. ნინო, მე კითხვა მინდა და დავაანონსე, რომ შემოვალ ამ კითხვით, რომ ყოლია მე ასეთი პაციენტი, რომელიც ოფთალმოლოგებთან მისვლა მირჩევია, როდესაც ვერ ხედავენ ცენტრში, გეუბნება, რომ ყველაფერს ხედავ პერიფერიაზე, მაგრამ ცენტრში ვერ ხედავ. რა არის ეს დაავადება? არის ასეთი დაავადება, რომელსაც მაკულის დეგენერაციას ვეძახით. მაკულა ეს არის ცენტრალური უბანი ბადურის, რომელიც რაღაცა დაავადებების დროს, რაღაცა პირობების დროს ხდება კვების მოშლა, განვითარება დეგენერაციის, რის შედეგადაც ეს ცენტრალური მხედველობა ირღვევა, ხოლო რჩება პერიფერიული მხედველობა. მაკულის დეგენერაცია არსებობს, ამისი ორი ფორმა არსებობს, სველი ფორმა და მშრალი ფორმა. სველი ფორმა ეს არის ექსუდაციური ფორმა, როდესაც დაზიანებული სიზარღვებიდან ხდება სითხის ჟონვადობა მაკულის ქვეშ. ცრემლის სახით გამოვლინდება. ეს თვალში, თვალის გარეთ, თვალის შიგნით, ბადურის ქვეშ ხდება ამისი დაგროვება. ამის დიფერენცირება სპეციალური გამოკვლევა, ოსიტი, ანუ ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია, რომელიც გვაძლევს დიაგნოსტირების საშუალებას, რომელი ფორმა გვაქვს მაკულის დეგენერაციის. მკურნალობის მეთოდიკაც განსხვავებულია შესაბამისად ამ ორი ფორმის. მშრალი ფორმის შემთხვევაში მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობით შემოვიფარგლებით და ვცდილობთ, რომ აი ეს შევინარჩუნოთ, რაც არის და უფრო ღრმად არ წავიდეს პროცესი, ხოლო სველი მაკულის დეგენერაციის შემთხვევაში ხდება ინტრაოკულარული ინექციის გაკეთება, ეს არის ავასტინი, ახლა შემოვიდა ვისკიუ, ვაბიზმო, სხვადასხვა პრეპარატებია, რომლებიც იწვევს ამ ექსუდატის შემცირებას და ნეოვასკულარული მემბრანა ქვია ეს არანორმალური სიზარღვები, საიდანაც ხდება სწორედ ჟონვადობა, აი ამ ნეოვასკულარული მემბრანის დაშლას. ნინო, კლინიკური ჩივილები, რომ ვლაპარაკობთ გლაუკომაზე, ხო ახსენეთ, რომ აი სითხის დაგროვება, წნევის მომატება, კლინიკური ჩივილებიც იგივე შეიძლება ქონდეს, გარდა მხედველობისა, ველიც ხო არ მცირდება გვერდების? ველი პირიქით პერიფერიული მხედველობა შენარჩუნებულია ამ დროს, მაგრამ გამოვარნილია ცენტრალური მხედველობა. აი, როდესაც ნაწერს კითხულობს პაციენტი, ხო, შუაში ხედავს შავ ლაქას, ხო, გარშემო მხედველობა შენარჩუნებულია. და თავის რაღაც კონკრეტული პოზის შერჩევით შეუძლია, რომ წაიკითხოს ისე? ვერა, თავის პოზა ამას არ ცვლის, იმიტომ რომ როდესაც ფოკუსირდება თვალი რაღაც კონკრეტულ საგანზე, ის ცენტრზე ფოკუსირდება, ამიტომ ვერანაირ თავის მოძრაობა ვერ შეცვლის ამ მდგომარეობას. ეს პროცესი შეუქცევადია? თუ ეს გლაუკომასავით უნდა შევინარჩუნოთ? შეუქცევადია, სამწუხაროდ აღდგენა ამ დაზიანებული მაკულარული უბნის არ ხდება. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, რაც არის აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა სველი მაკულარული დეგენერაციის შემთხვევაში, აი ინექციებით გვაქვს ხოლმე მხედველობითი ფუნქციის გაუმჯობესება. როდესაც ხდება, ექსუდატის გასრუტვა. ძალიან საინტერესო. ანუ ოფთალმოლოგია ჩვენს ბავშვობაში რაც იყო თვალის ექიმი არ არის მარტო თერაპევტი, ხო? ძირითადად ეს არის ძირითადად ქირურგიული მიმართულება ოფთალმოლოგია. და ეს იხვეწება და საბედნიეროდ ეს ყველა მიღწევა თუ კი ძირითადი მიღწევა რაც კი დღესდღეობით არსებობს სოფლიოში არის ჩვენს ქვეყანაშიც. კონკრეტულად ჩვენს კლინიკაში. აუცილებლად უნდა გკითხოთ აი ამ შავ წერტილებზე, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, მათ შორის მეც მაქვს, უბრალოდ მივეჩვიე მე უკვე ამით ცხოვრობ და არანაირად არ მაწუხებს. ყოველთვის არა, პერიოდულად, რაღაც ორი პატარა შავი წერტილი, ზოგიერთი ეძახის რომ ბუზები არიანო. ბუზებს ეძახიან ძალიან ხშირად. აი რა წერტილებია ეს და ამის მოშორება თუ შეიძლება?
შავი წერტილები ეს არის შემღრევა მინისებრ სხეულში. მინისებრი სხეული ეს არის ძირითადი სუბსტანცია, რითიც ამოვსებულია თვალის კაკალი, რომლის ძირითადი შემადგენლობა არის წყალი. ეს არის ჟელესმაგვარი წარმონაქმნი, ასე ვთქვათ. ასეთი შემღრევები მეტნაკლებად შეიძლება ყველას ჰქონდეს და ეს განსაკუთრებით ახმადი ხდება თეთრ ფონზე ყურებისას. ღია ფერებზე, კი ბატონო. და გააჩნია შემღრევის ხარისხი, როდესაც შემღრევა საკმაოდ დიდია, ან ბევრია, ეს უკვე გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის ხოლმე პაციენტებთან. თავისთავად მხედველობას არ აზიანებს, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, არც რაიმე დაავადებას არ იწვევს, უბრალოდ პაციენტს ხო, ცოტა შფოთვის საბაბს აძლევს. და რატომ არის რომ ხან არის და ხან არ არის? როდესაც ხან უნდა და ხან არ უნდა ბატონო თავს რო გამოჩნდეს. მხედვების ცეჭი ოპტიკურ ცენტრში, როდესაც მოხვდება ახლოს უფრო მხედვების ნერვთან და ბადურის ცენტრალურ უბანთან, აი მაშინ უფრო აქმადია, ვიდრე პერიფერიაზე. ხვის თავი უნდა კონდეს და დრო. იცი არის, ამასაც ხედავ და ყველაფერს ხედავ, ანუ მხედველობაზე არ მოქმედებს. აი ხა გიყურებ, შენს ხედავ და იმ შავწერტილსაც ხედავ. ამით მოშორება თუ შეიძლება. მოშორება ქირურგულად თუ ინტენსიური შემღრევა არ არის ისეთი, რომ სერიოზულად დაქვეითებულია მხედველობა ამის გამო, ქირურგიულად არ ვერევი. თუ არის ინტენსიური შემღრევა, არის ასეთი შემღრევაც არსებობს, ოქროს წვიმას ვეძახით, ესეთი ბრჭყვიალა საკმაოდ ინტენსიური შემღრევებია. ასეთ შემთხვევაში ვაკეთებთ ვიტრექტომიას. ეს არის ოპერაციის ტიპი, როდესაც მთლიანად მინისებრის სხეულის გამოცვლა ხდება. ხდება ის გამჭვირვალე და ახალი ჟელე მოდის ბატონო, ახალი ქირურგიულად არსებობს მედიკამენტები, გამსრუტავი წვეთები, რომლის საშუალებითაც შეიძლება ბოლომდე ვერ გავწოვოთ, მაგრამ იმ დონემდე გავსრუტოთ, რომ ნაკლებად აქმადი იყოს. მეჩხუბებიან ნინო ექიმო უკვე და დაამთავრეთო. ნელა წავიდეთ. ესე იგი, როგორც მე მივხვდი, ყველაზე გავრცელებული დაავადებები, ეს არის მაინც კატარაქტა და გლაუკომა, რეფრაქციული პრობლემები, რეფრაქციული მანკები, მიოპია, ასტიგმატიზმი, ჰიპერმეტროპია, პრესბიოპია, ძალიან ბევრია. სერიოზულად და დაუპატიჟეთ ნინო ექიმი ჩვენთან. კი ბატონო. თან მithumetes მასაკის მატებასთან ერთად შავი წერტილები. ხალბატონინო, თორე ვერავის ვეღარ მოიყვან ვერას დროს. ძალიან ძნელი შესალების სტუმარი ხართ ნინო ექიმო. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. ჩვენს მსმენელს ვემშვიდობები ერთი კვირით, უსურვებ ჯამრთელობას, უსურვებ ბედნიერ კვირას და ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კვლავ საინტერესო სტუმრით და საინტერესო თემით პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით.